ეს კადრები კუჭატნის ღვთისმშობლის ტაძარშია გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს რესტავრაცია 3 წლის წინ ჩაუტარდა, ის კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ბრეული ამბობს, რომ წვიმის დროს მოძღვარი წირვალოცვების ჩატარებას იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს, რადგან ჭერიდან წყალი ჩამოდის. ხატები კი, რომლებიც აქ არის, სინესტის გამო ნადგურდება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ვითომ გაუკეთა გარეგნული იერსახე, შიგნით ჩამოდის წვიმა, ნაშალი. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხატები, დასველდა, დაობდა. ტაძარი არის ავარიულ მდგომარეობაში. ძალიან გასაკეთებელია, წვიმის დროს ჩამოდის წყალი, ძალიან სველდება ხატები, ფუჭდება ყველაფერი. და სხვათა შორის კი ვლაპარაკობთ, რომ ვიღაცა დაგვეხმაროს, მაგრამ ჯერ ვერ გამოჩნდა იმის დამხმარე, რომ ჩვენ ტაძარს ვინმე მოხედოს და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ. დავდივართ, მოქმედი ეკლესია არის, ყოველ კვირაში 2 ჯერ დავდივართ. და ვთხოვთ, რა ვიცი, ზემდგომ ორგანოებს უყოლას, რომ მოგვაქციონ ყურადღება. გარედან შეელამაზდა, შეკეთდა, ნახევრად გადაფარდა ესე რომ ვთქვათ და ნახევარი არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში გადაფარებული გვაქვს ხელოვნურად ცელოფნები და ჩამოდის წვიმა. ჭიკანში ღვთისმშობლის ტაძარი ერთადერთი არ არის, რომელსაც აღდგენითი სამუშაოების ჩატარება სჭირდება. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება, განადგურებულია. შეგვიძლია გავაკეთებთ ნაციონალები რო იყვნენ თავის დროზე, იმაზადრე კიდე სხვები იყვნენ, მაგრამ რა ვიცი, ჯაჯურობით ვერ მიხედეს. თავის დროზე სხვა იყავდათ ხოლმე დამწყდეული, ფარეხათ იყენებდნენ. და ეხლა კიდე ხედავთ, რომ ზოგი ბავშვების დანგრეულია, ზოგი ბუნებრივად ჩამოშლილია კედლები. მიხედვა უნდა რა. ყოფილა ქართული ეკლესია სახელი არ მაქვს ზუსტად და ტოლვილი სომხები ყოფილან შიგ შესახლებულები. დაარქვეს იმაზე სომხების ეკლესია. თორე ფაქტიურად ქრისტიანული ეკლესია, ქრისტიანული სალოცავი და ის არის შიგნიტაც გარდა ყველანაირად ჩამოსული იყვნენ მკვლევარები, დაადგინეს ყველაფერი, უნდა გაერემონტებინათ, მაგრამ რავი, უკუღმართობის გამო ვეღარ მოხერხდა მაგის გარემონტება. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დავით ქევხიშვილის განცხადებით, პრობლემა, რომელიც დედაღვთისმშობლის ტაძარს აწუხებს, მისთვის ცნობილია. იგი ამბობს, რომ ეკლესია მონასტრების რესტავრაციისთვის თანხას მოიძიებს. წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც დავდიოდი, მე ვნახე ეს ტაძარი, მაშინ რაღაც სამუშაოებს ასრულებდნენ, ხეებს კაფავდნენ და მოძღვარიც შემხვდა და რომ ანახეს ეს ადგილი, შევთავაზე, რომ ჩვენი მხრიდან, ამ შემთხვევაში მე როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელი, მაშინ იყო საშუალება ამისი და დღესაც არის ბუნებრივია და ამას ამ კუთხით აუცილებლად გავაკეთებ, აქ არაფერი არ შეცვლილა, რომ საქველმოქმედო მიზნით ის თანხები რაც იყოფოდა სხვადასხვა ფონდიდან და მით უმეტეს ქართულიდან ეს პრობლემა მოგვარებულიყო. თუმცა დღესდღეობით გულს მანამ დღემდე ფაქტიურად ამასთან დაკავშირებით უბრალოდ წინადადებით მართლა არ შემოსულან არავინ. პირველი შემთხვევა ეხლა, როდესაც უკვე ჟურნალისტის მხრიდან ფიქსირდება ეს საკითხი, ამ საკითხს მეუფესთან ერთად განვიხილავთ. და ვნახოთ, თუ მოვნახეთ ადგილობრივ ბიუჯეტში ამის ახსნები გავაკეთებ, თუ არა და ჩემი მხრივ ზოგონეს არ დავიშურებ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან ან სხვა საქველმოქმედო ფონდიდან რაღაც თანხა მოვიძიოთ, რომ გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია არ აღსდგა, შესაძლოა მთლიანად ჩამოიშალოს და განადგურდეს სოფლის ისტორიაც.